ყველამ ვიცით, იმიტომ რომ ჩვენ ახ პულსზე გვიდევს ხელი, ხო, ბიზნესში ვართ და ბუნებრივია მოგვდის ინფორმაცია სხვადასხვა ბიზნესიდან, შენელებულია ყველაფერი, ხო, გაყიდვები განულებული არის ინდუსტრიები, სადაც განულებულია ფაქტურად გაყიდვები და ეს მოიტანს უბრალოდ ისეთ კრიზისს, რომლიდანაც გამოსავალი ძალიან ეს გამოსავალზე როცა ვსაუბრობ, ჩვენ კონკრეტულ ადამიანებამდე უნდა დავიყვანოთ ეს გამოსავალი, კონკრეტულ ოჯახებამდე უნდა დავიყვანოთ და კონკრეტულ შვილებამდე უნდა დავიყვანოთ და დღეს ოჯახს რო ისე უჭირს, რომ შვილს საჭმელს ვერ აჭმევს და რაღაცა წიგნებს ვერ ყიდულობს და იმიტომ რომ ჩვენ უნდა გავიხედოთ უბრალოდ ჩვენი რაღაცა პირდაპირი გარემოცვიდან გარეთ და ვიცოდეთ რა ხდება ზოგადად ქვეყანაში, ხო? აი, საითკენ მივყავს ეს ქვეყანა, რას ვაპირებთ უბრალოდ? კვება ამ ყველაფრით და რაღაც გაუგებარი ისტორიებით პლუს იმით რომ თითქოს ეს რუსთაველზე ვინც დგას, ანუ ვინც რაღაცა 7 საათიდან 12 საათამდე კეტავს რუსთაველის გამზირს, თურმე ეს ხალხი იწვევს რაღაც კრიზისს. გასაგებია რომ კრიზისი არსებობს პოლიტიკური, ეს ლეგიტიმაციის პრობლემა არის კრიზისი.